მოგესალმებით, მე ვარ ზვია ცეცხლაძის და აქ ვარ იმიტომ, რომ არ შემიძლია ვიყო ჩუმად, როცა ღირსეული, პრინციპული და თავისუფალი ადამიანი დღეს არის ციხეში, შეთითქმული ბრალდებითა და შელახული უფლებებით. ზვიადი დღეს არის პოლიტპატიმარი, დააკავეს არა იმიტომ, რომ ჩაიდინა რაღაც დანაშაული, არამედ იმიტომ, რომ მან შეძლო ამოიღო ხმა, თქვა სიმართლე და ვერ დააშინეს. დღეს თავისი ქმედებებით ცდილობენ დაგვაშინონ და გვითხრან, რომ თუ ადამიანი ამოიღებს ხმას და იტყვის სიმართლეს, აღარაფრის იმედი აღარ უნდა ქონდეს. როგორც ზვიადი, ასევე ყველა პოლიტპატიმარი არის ღირსეული, პრინციპული პიროვნებები, რაც მთავარია განბედავები, ისინი არ იმსახურებენ ციხეს, იმსახურებენ თავისუფლებას, მხარდაჭერას და რაც მთავარია სამართლიანობას. თავისუფლება ზვიადს, თავისუფლება მზია ამაღლობელს და ასევე ყველა პოლიტპატიმარს, ვინც დღეს უსამართლოდ ისჯება. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უნდა ხდებოდეს ესეთი რაღაცები, ის შიშის კი არა სამართლიანობის ქვეყანა არის. ერთი-ორი სიტყვით მინდა მზია ამაღლობელზეც ვთქვა. იცით, სადაც მზია ამაღლობელი მედია მენეჯერი უკვე 102 დღეა დაპატიმრებულია და ემუქრება 7 წლამდე პატიმრობა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელს მცირედით ლოყა აუწითლა, ეს არ არის სამართლიანი. ამ ერთი შეხედვით უფრალო მოქმედება სახელმწიფო იყენებს როგორც საბაბს იმისას, რომ არაქმედების გამო დასაჯოს მზია ამაღლობელი, არამედ იმის გამო, რომ მან შეძლო და ამოიღო ხმა და თქვა რამოდენიმე სიტყვა. რაც მთავარია, სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს იმას, რომ ეს მუხლი უნდა იყოს მუდმივი, უნდა გრძელდებოდეს სისტემატიურად, უნდა საფრთხეს უქმნიდეს როგორც ჯანმრთელობას, ასევე იმ პიროვნებას, ის უნდა იყოს სისტემატიური. მზია ამაღლობელის შემთხვევაში ეს იყო აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი იმ მომენტში, რომელსაც უყურებდა, რომ უსამართლობა ხდებოდა და ვერ შეიკავა თავი და მცირედით ლოყას შეახო. ეს არ არის სამართლიანობა, ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც უნდა ხდებოდეს ესეთი რაღაცები. მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს, გამძლეობა და საქართველოს გვერდში დგომას ვიმსახურებთ ყველა და ჩემი ძმაც და ასევე ის ყველა პოლიტპატიმარი, ვინც დღეს უსამართლოდ ისჯება. მადლობა. ბატონო ზურა, ბატონო ნარგიზ. თქვენ თბილისში იბრძვით ჩვენ აქ და აქ ვართ ნებისმიერ დროს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს, მზია ამაღლობელს, თემურ ქათამაძეს, ანდრო ჭიჭინაძეს და რა ვიცი, თავისუფლება საქართველოს.